შეიძლება და მამუკა შემდეგ უკვე ღამემშვიდობისა, დილემშვიდობისა გამარჯობა უკაცრავად გავიგებთ. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ.იდან გიკავშირდებით საიდან უკაცრავად ვერ გავიგონეთ? შეერთებული შტატებიდან. დიახ, გისმენთ. დიახ. ახლა უსმენთ ამას გადაცემას თუ ჩვენ გვექნება იმედი იმის რომ დასავლეთი ამ შემთხვევაში ჩვენ მხარს დაგვიჭერს ეს არის დიდი შეცდომა. მე დიდი ხანია ვცხოვრობ შტატებში. მე მიცხოვრია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მე კარგი განათლება მივიღე. მე არ დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ მე აბსოლუტურად მეთქმის შემი სიტყვა. არ გეგონოთ რომ დასავლეთი მხარს დაგვიჭერს სააკაშვილთან ბრძოლაში. ჩვენ ქართული საქმე უნდა ვაკეთოთ ქართველებმა. იმიტომ რომ დასავლეთი არის იმავე ძალის კონტროლის ქვეშ, რომელი კონტროლის ქვეშ არის საქართველო. უკაცრავად მე ცოტა ქართული დამავისლა წლები. აი ეს არ გეპატიებათ? არა, ნუ მაინც გავაგებინებ მე ალბათ ეს ტელემაყურებელს ყველაფერს. მაგრამ ერთი ჩავეკითხო რომელ მხარდაჭერას გულისხმობთ ბატონო ჩემო? რა ტიპის მხარდაჭერას გულისხმობთ? რას ველოდებით? ჩვენ არ ველოდებით აქ ამერიკის ჯარის გადმოსხმას ან და ევროპიდან რაღაც კოალიციური? არა, რა თქმა უნდა, არა, ჯარზე არა. მხარდაჭერას რას გულისხმობთ? რატო არ იქნება მხარდაჭერა უსამართლობის წინააღმდეგ? არა, იმიტომ რომ ზუსტად ის ძალა, რაც საქართველოში მოქმედებს, დღესდღეობით იგივე ძალა მოქმედებს დღეს ევროპაში და შტატებში. ნუ, რა თქმა უნდა, იკრეფენ ძალას. ისე ძალა მოკრეფილი არ არის, როგორც საქართველოში. მაგრამ ჩვენ როგორ ცხოვრობთ მაშინ იქ შეერთებული შტატებში თუ იგივე ძალა და იგივე სისტემა? მე სამწუხაროდ შემოკარგებო, ამერიკის ისტორია დამთავრდა კენედის მკვლელობის დროს. კენედი რომ მოკლეს, ეს მოკლა ზუსტად იმ ძალამ, რომელსაც აკონტროლებს დღევანდელის დღევანდელ სამყაროს საკონტროლებს. ეს არიან მასონები, საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც აკონტროლებენ შტატების მთავრობას სამწუხაროდ, ამერიკელი ხალხის მტრები და ასევე ქართული ხალხის მტრები და ასე შემდეგ. მთელი მსოფლიოს მტრები. ეს ძალა აკონტროლებს დღესდღეობით მსოფლიოს. ამიტომ დასავლეთის იმედი ჩვენ უგვექნება, შემოკარგებო. ჩვენ უნდა ვაშენოთ ქართული სახელმწიფო ჩვენ თვითონ. ჩვენ რისი ამიტომ უნდა ჩამოგძანდეთ ქართული გაიხსენოთ და ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქართული სახელმწიფო. თუმცა იცით რა, ბატონი რაღაცაში მართალია. არა, რაღაც მართვალი არის, იმიტომ რომ კი, რაციონალური მართვალი არის. ეხლა რაშია საქმე? და მე რა მაღიზიანებს მამუკა და შემდეგ უკვე სიტყვას თქვენთან გადმოვალ. პუტინს არ მოუწყია 26 მაისი თავისი ხალხისთვის, ხო? ეხლა იმასთან შედარებით, რაც ამ რეჟიმმა ჩვენ გაგვიკეთა 26 მაისს პუტინი დიდი რუდუნებით ეპყრობა თავის ოპოზიციონერებს და ეს სულ არა ვარ, მე არა ვარ რუსეთის აგენტი, ყველას გასაგონად ვამბობ, მაგრამ ეხლა არ შეიძლება რომ ეს არ დაინახო და ვერ შეადარებ ეხლა როგორ ექცევა სააკაშვილო ქართულ ხალხს. კი, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მე გეუბნები ფაქტებით ვსაუბრობ. მთელი მსოფლიო თითს უქნევს რუსეთს. რატომ არ ჭრის ეს დიპლომატიური დამოკიდებულება რუსეთზე და რატომ ჭრის მაინც და მაინც სააკაშვილის ხელისუფლებაზე ეს დიპლომატიური დამოკიდებულება? ეხლა კურტნის მუშა არც მე არ ვარ, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და ხა ცოტა რაღაცა მეც ვიცი, ხო? რატომ ხდება ასეთი დამოკიდებულება? რას ველოდებით ჩვენ? აი ეს ლოდინი არის მე მგონი ზედმეტი. ამაშია ეს ბატონი მართალი რომ ნუ გვაქვს რა ეს რაღაცა ხიბლები. მე მახსენდება ზვიად გამსახურდია სიტყვები. და მე მაშინ ვიყავი ძალიან გაკვირებული, იმიტომ რომ მაშინ ვიყავით ჩვენ ეს ამერიკულ ხიბლებში და იცით რა მითხრა ერთხელ CNN-ის კორესპონდენტები მივიყვანეთ ბატონ ზვიადთან და რატომაც ესეთი რაღაცა, ნუ ხა დეტალებში არ მინდა მოვყვე, მაგრამ ასეთი რამ მითხრა. ყველაზე უკანასკნელი სუკის აგენტი რუსი მირჩევნია ყველაზე დემოკრატ ამერიკელსო და მე მაშინ ვიფიქრე რომ ღმერთო ჩემო ეს როგორ და აი ეს ამერიკა და გავიდა წლები და მე მივხვდი რომ ის ადამიანი ანუ მართალი მითხრა რისი თქმა მინდა და ჩვენ ვიცით რომ ის ხანერად უყურებდა ეხლა საქართველოს ინტერესი მისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? მსოფლიო ინტერესები არსებობს და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ იმდენად უნდა მისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ინტერესი. იმდენად უნდა გავითვალისწინოთ ამ იმპერიათა ინტერესები, რომ ჩვენ არ გავიჭრით. კი ბატონო, მაგრამ იცი აი ამ მოლოდინს რომ ვუღვივებ ჩვენ საზოგადოებას, ამ დროს ჩამოდის კლინტონი და ჩვენ ხედავთ რა ხდება. მიდის და ჩვენ ვამბობთ, აბა რა ეს დიპლომატიურ ენაზე ხო უთხრა რომ გამჭვირვალეთ უნდა
აბა რას ეტყვის გააყალბეო არჩევნები? რა თქმა უნდა ეტყვის რომ გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. დემოკრატიულ ქვეყანას არ ეუბნებიან შენ გამოცდა გელოდება ახლა. ამას ეუბნებიან. სადმე გინახიათ საფრანგეთში ჩასულიყოს კლინტონი და ეთქვას რომ ახლა დემოკრატიულად თუ არ ჩაატარებთ არჩევნები სუდად წავად არა თუ გინდა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში არსად მაგრამ აქ რადგან პრობლემაა დიპლომატიურ ენაზე სწორედ ესე უნდა მოიქცეს ამერიკის შეერთებული ნებისმიერი დასავლური ქვეყნის ლიდერი და ეს გააკეთა იმ ადამიანებს არა მე მესმის საოცარ გაღიზიანება საზოგადოებაში მესმის მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელი საზოგადოება რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ ვინა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი სახელმწიფო მდივანი კლინტონი და ვისთან აქვს საქმე ამას რო ახლა თითები უქნიოს ეს არაა გამორიცხული ამა პირდაპირ გამწვევებაზე წავიდეს თითები კი არ უნდა უქნიოს ანუ დიპლომატიურად რაც თითები კი არ უნდა უქნიოს ოდნავი მხარდაჭერა რაც საჯაროდ გამოაცხადა დიახ ხა სააკაშვილი იმას გაბედავდა რაც გაბედა რაც საჯაროდ გამოაცხადა ქალბატონმა კლინტონმა იმას თქვა დიპლომატიურ ენაზე რომ ჭკვიანად იყავი ბიჭო და შიგნით რა უთხრა ეგ მე არ ვიცი მამუკა გიხო საქმე იმაშია რომ სამწუხაროდ ჩვენთვის სამწუხაროდ არსებობს პოლიტიკაში კანონზომიერებები, რომელიც არ ირღვევა. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს მიღებულ სტანდარტულ ენაზე. დიახ. ამ სტანდარტულ ენაზე უნდა ელაპარაკოს შენს. როდესაც ელაპარაკები სხვა ენაზე, ის ვერ გებულობს შენს ნათქვამს. და ვერც დაიჯერებს. ახლა რაზე არის საუბარი? იგივე როცა აქციებზეა ამბავი. ლოზუნგი წადი ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, იგი ბატონი ბიზინა დამეთანხმება, მთელი ამ 5 წლის განმავლობაში რაც აქციები აგორდა, ეს არ იყო საკმარისი, ესე იგი თვითკმარი ლოზუნგი და ეს არ იყო გამარჯვებაზე ორიენტირებული ლოზუნგი. არავინ არ დაუშვებს სოფლიოში იმას, წადი. თუ ეს თავიდანვე არ არის, ესე თქვა სცენარი. თუმცა რა თქმა უნდა, ხო, თვითონ არ აწყობ. ამიტომ წადი ეს არ შეიძლება. მაგრამ არსებობს ამათ ენაზე გასაგებად მიწოდებული ინფორმაცია. დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნა, დემოკრატიული საარჩევნო კანონი, სასამართლოს თავისუფლება, ელემენტარულად ამ ლოზუნგებით ჩვენ პრაქტიკულად დიდი აქციები არ მოგვიწვია. ჩვენ თანმიმდევრულები არ ყოფილვართ. აი როდესაც საუბრობთ ჩვენ ელემენტარულ თემატიკაზე, აი ჩვენ გვახსოვს იგივე, როდის იყო 2010-ში იყო თუ რაღაცა საკონსტიტუციო